მოგესალმებით ბატონო ნიკა, სანამ თბილისის განვითარების გენერალურ გეგმაზე ვისაუბრებდეთ, მინდა მოკლედ შეაფასოთ ის პროცესები, რომელიც ბორჯომის საკრებულოში განვითარდა და შემდეგ უკვე გავაგრძელოთ საუბარი თბილისის გენერალურ გეგმაზე. Ну, ბორჯომის საკრებულოსთან დაკავშირებით რისი თქვა შეიძლება ყველაფერი თვალნათლივ ჩანს და ხელის გულზე დევს ქართულმა ოცნებამ თავისი ყველა რესურსი დაწყებული სუსით გაგრძელებული სატელიტი პოლიტიკური პარტია პატრიოტთა ალიანსის ჩართულობით თუ ამას უკვე სატელიტიც აღარ ქვია პირდაპირ მოდით პირდაპირ თავის სახელი დავარქვათ ამიერიდან ვინც ქალბატონი ინაშვილის პარტიას დაუძახებს ოპოზიციურ პარტიას ნამდვილად იქნება არაგულწრფელი ყველაფერი გააკეთა ქალბატონმა ინაშვილმა და პირველივე დღიდანვე აკეთებდა და რეალურად აიძულებდა საკრებულოს თავმჯდომარეს ხელი მოეწერა იმ ბრძანებაზე რომლის საფუძველზეც ხელფასები უნდა მოემატათ მაღალ ჩინოსნებისთვის ბორჯომის საკრებულოში არ გააკეთეს იმ ადამიანებმა ეს ამის შემდეგ ხო წარმოგიდგენიათ ეხა რა ვიხილეთ და რა მოვლენებს ჰქონდა ადგილი ბორჯომში იმ კონკრეტულ დღეს საკრებულოში როდესაც მეც მომიწია ჩასვლა ტყვედიყვნენ აყვანილნი საკრებულოს დეპუტატები აი იმ დღიდან მოყოლებული 2-3 კვირის განმავლობაში რა დღეში იქნებოდა იგივე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სუსი პოლიცია და ყველა რესურსი ჩართული იყო და ქალბატონი ინაშვილი გენიალურად გამოადგათ მათ და გადაიბირა რამდენიმე პატრიოტთა ალიანსის წევრი მაგრამ კარგია გულახდილად გეტყვით რაც უფრო მეტად გამოაჩენენ საკუთარ თავს, რაც უფრო მეტად დაანახებენ თავიანთ რეალურ სახეს საზოგადოებას, მით უფრო მარტივი გახდება არჩევანის გაკეთება უახლოეს მომავალში. შეეხება თბილისის განვითარების გენერალურ გეგმას. ამიტომ ვინმეს თუ გონია რომ ბორჯომში დამარცხდა ოპოზიცია ძალიან ცდება პირიქით ბორჯომში გაიმარჯვა ოპოზიციამ ხელების გადაგრეხვით გამარჯვების მოპოვება ძალიან ხანმოკლეა და ამას ცხადყოფს ძალიან ბევრი ხელი. ბატონო ნიკა, რა არის მთავარი პრეტენზია და ხარვეზები, რომელიც თქვენს მიერ არის დაფიქსირებული თბილისის განვითარების გენერალურ გეგმაში და ეს 2 მილიონი ლარი, რომელიც არის უკვე გადახდილი ამ გეგმის შედგენაში, ვინ აანაზღაურებს, ან ვინ იქნება ამაზე პასუხი, რომელიც დამისვით ცხადყოფს, რომ გუშინ შემდეგ ასაკვირად რამდენიმე ტელევიზიით, მათ შორის მთავარი ტელევიზიების მეშვეობითაც არასწორად გაშუქდა მე როგორც უყურებდი როგორც მაყურებელი არაჩახედულ ადამიანს დარჩებოდა შთაბეჭდილება თითქოს ერთ ხარეს იდგნენ კახი კალაძე და ადამიანები ვინც იმუშავა გენერალურ გეგმაზე და მეორე მხარეს იყო ოპოზიციური სპექტრი. არავითარ შემთხვევაში ეს იყო ის შემთხვევა, როდესაც ოპოზიციურ პარტიებს პრეტენზია არ ჰქონდათ გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით და რომ გავამტკიცო ეს არგუმენტი, გეტყვით, ეს ყველაფერი 2015 წელს დაიწყო, როდესაც ბატონმა ნარმანიამ გააფორმა ხელშეკრულება ამ მართაც კომპეტენტურ ადამიანებთან, სიტი ინსტიტუტთან და ამისათვის 2.800.000 ლარი გამოიყო, ხო? და 6 ეტაპად დაიყო სამუშაოების შესასრულებლად 5 ეტაპი შესრულებული იყო ნაციონალური მოძრაობის ფრაქცია საკრებულოში მაქსიმალურად ჩართული იყო ამ პროცესში და მართლაც არანაირი პრეტენზია არ ჰქონდა თავიდანვე იმიტომ რომ მართლაც კომპეტენტური ადამიანები აკეთებდნენ და სრულიად მოულოდნელად მას შემდეგ რაც ბატონი კალაძე მოვიდა აი მოხდა ის რაც მოხდა გუშინ მან შეკრიბა ადამიანები საკუთარი გუნდი თავადვე გააკეთეს პრეზენტაცია და თავადვე მოუწეს სასამართლო და დამსწრეს საზოგადოებას და მათ შორის იმ ადამიანებს. დიახაც მე მეგობრებისგან ეს შევიტყვი დეტალურად. ანუ იქ არ იყო მაგალითად ორი პრეზენტაცია, სადაც შესაძლებელი გახდებოდა ადამიანი დასწრებულიყო, შეხვედრას პრეზენტაციას მოესმინა კახი კალაძისთვის და მოესმინა მაგალითად სიტი ინსტიტუტისთვის. ესეთ შემთხვევა არ ყოფილა, სწორედ ეს გააპროტესტა ოპოზიციამ იქ და ამის შემდეგ მოხდა ის რაც მოხდა და ბატონმა კალაძე პრაქტიკულად ხელჩართული ბრძოლა გამართა და ისე გამოჩნდა თითქოს ის ვინმე დიახაც ეხა ბევრი ეძახის უკვე სოციალურ ქსელში ნორჩი ბიძინელი ბატონი შაქარაშვილი აშუაშია ბატონი შაქარაშვილი აქ ის ადამიანი ყველაფერი წამოიწყო ბატონმა კალაძემ იქ და ძალიან სამწუხაროა რომ დღეს ეხა ვიდრე ჩვენ საუბრობთ პარლამენტში შევიდა ეთქვა გუშინდელი რაღაცა ლაქის ჩამორეცვა უნდა და შეიკეტებიან ეხა თავიანთ თანაგუნდელებთან ერთად და ისევ თავადვე ვიწრო წრეში განიხილავენ ამ გენერალურ გეგმას ისმევა კითხვა ძალიან მარტივი რომელსაც პასუხი უნდა იყოს ასევე ძალიან მარტივი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი. თუ კი ეს ყველაფერი არ ვარგოდა და თუ კი ეს ყველაფერი ქალაქის საზიანოდ კეთდებოდა 2015 წელს
როდესაც 2.800.000 ლარად გაფორმდა ხელშეკრულება და 2 მილიონი უკვე გადახდილია ამაში. ესე იგი, ქარს გავატანეთ ეს ყველაფერი და ნარმანია სისხლის სამართლის პასუხისმგებაშია მისაცემი? არა, ბატონო ჩემო, ვინ და მე არ გამოვდგები ნარმანიას დამცულად არც ერთ შემთხვევაში, მაგრამ როდესაც შავია, უნდა თქვა, რომ შავია, როდესაც თეთრია, უნდა თქვა თეთრია. რატომ აკეთებს კალვაძე? რა мотиваცია აქვს, რა ამოძრავებს, რომ ეს ბატონიკა, თქვენ ამბობთ, რომ ნარმანიამ სიტ ინსტიტუტს დაუკვეთა გენერალური გეგმა, რომელიც მისაღებია ოპოზიციისთვის, მაგრამ მიუღებელია ახალი მერისთვის. რა არგუმენტები აქვს ამ შემთხვევაში? იქნებოდა იქ მერი კალვაძე იქნებოდა თუ სხვა რომელიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი მერად. ეს ხალხი არის კომპეტენტური ხალხი, ამ ხალხს არ აინტერესებს პოლიტიკა. მათთვის პოლიტიკა არის ის საქმე, რომელსაც მთელი თავიანთი შეგნებული ცხოვრება მიუძღვნეს და მთელი 3 წლის განმავლობაში წარმატებით ახორციელებდნენ ამას და უსვად მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ თურმე უვარგისი ყოფილა როგორც ეს შესრულებული სამუშაოები, ასევე მათი კვალიფიკაციას და კომპეტენციას დაწუნებული იყო. მე რა ინფორმაციაც მაქვს, ყველაზე ასე ვთქვათ, კომპეტენტური ადამიანები ევროპიდანაც ჩართული იყვნენ, ევროპელი მათი კოლეგები, რომლებიც დაგეგმარებაში იღებდნენ მონაწილეობას ისეთი ქალაქებში, როგორც არის სტრასბურგის მაგალითად, ხო? და ანუ თუ მართლაც შარს ბოდიში, თუ შარზე არ ახარ ამ საქმეს ვერ მოედავებოდი და დაცვენილ მოძრაობაც კი თავის დროზე ნარმანიას, როდესაც ყავით ვაკრიტიკებდით, ამ შემთხვევაში ჩვენ არც კი ვაკრიტიკებდით, იმიტომ რომ ხალხი იყო სხვა ამ საქმით დაკავებული და ამ ხალხისადმი ნდობა იყო ყოველთვის. და კალვაძეს როგორც ჩანს აქვს თავისი ვიწრო რაღაცა ინტერესი, არ უნდა რომ ეს ყველაფერი ხორჩესმული იყოს და რაღაცა განუსაზღვრელი დროით გადადო და მასკარადის ფონზე რასაც გუშინ ადგილი ჰქონდა, მაგრამ არაფერი ისეთი არ მოხდარა გუშინ, რაც არ ხდება უკანასკნელი წლების განმავლობაში. უბრალოდ 6 წელიწადი გახდა საკმარისი იმისათვის, რომ მსგავსი, ასე ვთქვათ, კადნიერება, რომელსაც ხშირად იჩენდა ადრე ქართული ოცნება, არ ჩანდა ასე თვალნათლივ და აშკარად. ეხლა უკვე ბევრი მიზეზის გათვალისწინებით ეს ყველაფერი უკვე ძალიან თვალსაჩინოა. თორე ეს ადამიანები უნდა დავასრულოთ, მაგრამ სანამ დავასრულოთ, აუცილებლად უნდა კითხოთ ბატონო ნიკა დმანისთან დაკავშირებით და ხის აუქციონი, რომელიც ჩატარდა და რომელიც მოიგო ოპოზიციამ და ასევე საბადოსთან დაკავშირებით. როგორ აპირებთ ამ ხალხების მობილიზებას და შესაძლოა თუ არა, ვთქვათ რომ ვერ შეძლოს ოპოზიციამ ხალხის გადახდა და ეს აუქციონი იყოს გაუქმებული. უმნიშვნელოვანეს პროცესს დაედო სათავე. პროცესი, სადაც უკვე შესამჩნევია საზოგადოებრივი სოლიდარობა. დიახაც, გუშინწის შემთხვევით გავიგეთ, რომ სახელმწიფოს ბალანსზე არსებული ხე, რომელიც პარკში არის, მწვანე კოცხე, ვიღაცა სახში გიორგი ქირიასთან კი არ არის დარგული ეს ხე. სახელმწიფოს ბალანსია პარკში, მწვანე კოცხე და იქიდან უნდა და იძულებული გახდა აუქციონზე გამოიტანა პირველად. და მხოლოდ ამიტომ გაიმართა ეს აუქციონი. და 20,000 ლარზე ბიძინა ივანიშვილი რატომ შეჩერდა ვაჭრობაში, რატომ მეტად არ გამოყვა? იცით, გიგიპასუხებთ რატომაც. ვინაიდან კერძო პირებისგან იგი ყიდულობს მაქსიმუმ 15-20,000 ლარად. ხეს და ეხლა გუშინ თუ 200-300,000 ლარად შეესყიდიდა აუქციონის წესით ამ ხეს, ხვალდაზე ვიღაცას რომ ასე ვთქვათ მიაკითხავდა და მომყიდე ხე რო ეტყოდა, იმ ადამიანს ხო ეცოდინებოდა რომ კი ბატონო, მაგრამ აუქციონზე თუ 200-300,000 ლარად ყიდულობ ხეს, მე რატომ მოყიდე 20,000 და აი ამ ფაქტორმა შეაკავა. თორე ხა ხშირად ისმის რომ ბიძინა ივანიშვილს თქვენ ფულით აჯობეთ. ბიძინა ივანიშვილს აქვს მილიონები დიახაც. მაგრამ ჩვენ ვართ მილიონები, ჩვენ ვართ დიახაც რამდენიმე მილიონი საზოგადოება, ზოგი ქვეყნის შიგნით, ზოგი ქვეყნის გარეთ გასული, რომელსაც ერთი სული აქვს, ვინც გასულია რომ ჩამოვიდეს ამ ქვეყანაში, დაბრუნდეს, დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახებს და ამისათვის არის საჭირო ერთობა და საზოგადოებრივი სოლიდარობა. დიახაც, აი ესეთი პატარ-პატარა გამარჯვებებით, მცირე რაუნდებში მოპოვებული გამარჯვებებით ჩვენ მივახცეთ საერთო დიდ გამარჯვებას. იმიტომ რომ ხედავთ ერთის მხრივ, ჩვენ როგორც პოლიტიკოს და ჩემი მეგობრები როგორც პოლიტიკოსების რა ფასი ექნება, თუ კი მე ვიცი და ხედავ, რომ ადამიანს რასაც უნდა იმას აკეთებს, ადამიანის გამო რასაც უნდა იმას აკეთებენ მადლობა ბატონო მინისტრები, გამომშვიდობა ჩვენ რომ ამოიწურა მოკლედ 20 წელი. დიახაც, ამიტომ ჩემი თხოვნა ამ საკითხს შევხედოთ არა როგორც ხის გადარჩენის კამპანია, დიახაც თითქოს ტრივიალურია შეიძლება ვიღაცისთვის, როდესაც აი ამ ხელა გამოწვევებია ქვეყნის წინაშე უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ხე, მაგრამ აქედან იწყება დიახაც. ყველაფერი თავგასულობა ბიძინა ივანიშვილისა უნდა გავაჩეროთ იქ, სადაც შესაძლებელი არის, მაგრამ ეს პროცესი არ უნდა შეჩერდეს და ყველა მეთოდით, დასაშოვი მეთოდით, ფიზიკურადაც უნდა გავაჩეროთ ამ ხეების გადმოტანა და ვიზე საუბრობთ და გიორგი, ადამიანზე, ვინც ქვეყანას დაპირდა, რომ ელდორადოდ გიქცევთ ქვეყანას, კომუნალურ გადასახადებს გაგიაფებთ, საწვავს გავაიაფებთ.
მათ არგოებს შეგხვდა. დღეს ეს ადამიანი დაკავებულია იმით, ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია პასუხობდა დღის ამბების კითხვებს.